წუთის შემდეგ ჰომეროსი მზად იყო. დაეჯერებინა, რომ ყველაფერი ბარიკადის გვირაბის ბოლოს თითქოს ნაცნობი ხმაც, რომელსაც ძველი შელახული მეგაფონი გამოსცემდა, მოიჩვენა. შუქის ჩაქრობასთან ერთად ყველა ხმა გაქრა და თავის სიკვდილ მსჯილი ეგონა. უკუნოდ სიბნელესა და სრულ სიჩუმეში სამყარო თითქოს გაქრა. ჰომეროსმა ყოველი შემთხვევისთვის სახეზე ხელი ჩამოიცვა, რომ დარწმუნებულიყო თვითონ ხომ ნამდვილად არსებობდა ამ კოსმოსურ სიბნელეში. მერე გაახსენდა ფანარს დააავლო ხელი და მთრთოლარე შუქი წინ მიანათა, სადაც წუთის წინ უჩინარი ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის ადგილიდან 30-ოდე მეტრში გვირაბი ჩიხით ბოლოვდებოდა. გადასარბენი გვირაბი ფოლადის უზარმაზარმა კარმა მთლიანად ჩაკეტა, როგორც გილიოტინა დანამ. არ მოჩვენებია, ვიღაცა მართლა დაუშვა ჰერმეტული საკეტები. ჰომეროსმა იცოდა მათ შესახებ, მაგრამ არ ეგონა თუ გამოყენება კიდევ შეიძლებოდა. გაზეთების კითხვისგან დასუსტებული თვალებით გვიან შეამჩნია რკინის კარს მიყრდნობილი ადამიანის ფიგურა. ავტომატი მოიმარჯვა და უკან დაიხია, მაგრამ უცებ ჰანტერი ამოიცნო. მოხუცი ბრიგადირისკენ კოჭლობით წავიდა, რათა თავისი თვალით ენახა სისხლის კვალი დაჟანგულ მეტალზე, მაგრამ არა. მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ გვირაბში მტყვია ფრქვევიდან ესროდნენ, ჰანტერი დაჭრილი არ იყო. დამახინჯებული ყური რკინის კედელზე მიედო და მხოლოდ მისთვის გასაგონ ხმაურს უსმენდა. რა მოხდა? ფრთხილად კითხა მიახლოებულმა ჰომეროსმა. ბრიგადის არც შეუმჩნევია, რაღაცას გაუგებრად ჩურჩულებდა, იმეორებდა სიტყვებს, რასაც ჩამოშებული ჭიშკრის მიღმა ამბობდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კედელს მოშორდა და ჰომეროს მიუბრუნდა. უკან ბრუნდებით. რა მოხდა? გაუმეორა შეკითხვა მოხუცმა. იქ ბანდიტები არიან, დამხმარე ძალაა საჭირო. ბანდიტები? ჩაიკითხა ჰომეროსი. ჩაიკითხა დაბნეული ჰომეროსი. მომეჩვენა, რომ გავიგონე ტულსკაიამ ტერმა ჩაიგდო ხელში, უნდა ავიღოთ. ცეცხლმტყორცნები გვჭირდება. ცეცხლმტყორცნები? რისთვის? დაიბნა ჰომეროსი. მეტი საიმედოობისთვის. უკან ბრუნდებით. ჰანტერი შებრუნდა და უკან წავიდა. სანამ დაედევნებოდა, მოხუცმა ყურადღებით შეათვალიერა ჰერმეტული კარი. ყური მიადო ცივ ფოლადს იმ იმედით, რომ თვითონაც გაიგონებდა საუბრის ნაწყვეტს. კარს მიღმა სრული სიჩუმე იყო. ჰომეროსი დაეჭვდა, ვინც უნდა ყოფილიყო მტერი, რომელმაც სადგური დაიკავა, ბრიგადირი სრულიად გაუგებრად იქცეოდა. ვინ გამოიყენებდა ჰერმეტულ საკეტს ორი ადამიანისაგან თავის დასაცავად? ან რომელი ბანდიტი დაიწყებდა ხანგრძლივ მოლაპარაკებას შეიარაღებულ ადამიანებთან სასაზღვრო პოსტზე, იმის ნაცვლად, რომ მიახლოებისთანავე დაეცხრილათ და ბოლოს, რას ნიშნავდა ავის მომასწავლებელი სიტყვა სასჯელი? საიდუმლოებით მოცულ დაცვას რომ წამოსცდა? ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერიაო, ამბობდა ხოლმე საშას მამა, თუმცა მისთვის ეს არც ცარიელი სიტყვები იყო და არც უდაო ჭეშმარიტება. ოდესღაც კი ასე სულაც არ ფიქრობდა. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ხაზზე ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იყო. როცა 20 წლის ხარ, მკვლელობასაც და სიკვდილსაც უფრო მარტივად უყურებ. მთელი ცხოვრება თამაში გგონია, რომელსაც თუ რამეა თავიდან დაიწყებ. შემთხვევითი არ იყო, რომ კარი მთელ მსოფლიოში უწვერული ბიჭებით კომპლექტდებოდა. ომში მოთამაშე ახალგაზრდებს კი ის განაგებდა, ვისაც შეეძლო ათასობით მებრძოლი და სასიკვდილოდ მიმავალი რუკაზე წითელ და ლურჯ ისრებად აღიქვა. ის, ვისაც შეეძლო მოგლეჯილი ფეხის გადმოყრილი ნაწლავებისა და დამსხრეული თავის ქალების დავიწყება, გადაწყვეტილების მიღება და ასეულის ან პოლკის გაწირვა. მამა ოდესღაც არ ადაგდებდა არც მტერს და არც საკუთარ თავს, ისეთ დავალებას ჰკიდებდა ხელს, რომლის შესრულებას შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაჯდომოდა. სულელი არ იყო, ყოველი ნაბიჯი დეტალურად ჰქონდა გათვლილი, ჭკვიანი, მონდომებული და სიცოცხლისადმი გულგრილი ვერ გრძნობდა რეალობას. არ ფიქრობდა შედეგებზე, არ აწუხებდა სინდისი, მას არასოდეს უსურია ქალებისა და ბავშვებისათვის, მაგრამ საკუთარი ხელით სიკვდილით სჯიდა დეზერტირებს და პირველი მიდიოდა წინა ხაზზე. ტკივილის მიმართაც თითქმის უგრძნობი იყო. ძირითადად მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. სანამ საშას დედას არ შეხვდა. გამარჯვებებს მიჩვეული მამა გოგონას გულგრილობა მოხიბლა. მებრძოლის ერთადერთმა სისუსტემ, პატივმოყვარეობამ, რომელიც მანამდე ტყვია მფრქვევებისთვის მკერდს აშვერინებდა, ახლად სხვა თავგანწირული შტურმისკენ უბიზგა და ხანგრძლივად მოაქცია ალყაში. ადრე სიყვარულისთვის ბრძოლა არ უხდებოდა. ქალები თვითონ ყრინდნენ ფარხმას. მათი დამყოლობით გათამამებული ტკბობას ასწრებდა და პირველივე ღამის შემდეგ ინტერესს კარგავდა. მისი დიდება გოგოებს თვალებს უბრმავებდა.
მაგრამ საშას დედაზე შთაბეჭდილებას არ ახდენდა ჯილდო, წოდება, საბრძოლო თუ სასიყვარულო ტრიუმფები. უყურადღებოდ ტოვებდა მის დაჟინებულ მზერას, თავს აქნევდა მის ხუმრობებზე. ამ გოგოს მოპოვება გამოცდილი მებრძოლისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა, უფრო სერიოზულ გამოწვევად, ვიდრე მეზობელი სადგურების დაპყრობა იყო. მაგრამ იყო საშას მამა მალე მიხვდა, რომ ინტერესი, რომელიც ხანმოკლე უნდა ყოფილიყო, სულ უფრო იზრდებოდა. საშას დედამ საქმე ისე დააყენა, რომ 1 საათი, რომელსაც მასთან ატარებდა, დიდი მიღწევა იყო. გოგონა შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ გმირი დაეტანჯა. მუდმივად ეჭვიეპარებოდა მის დამსახურებაში, დასვინოდა მის პრინციპებს. აკრიტიკებდა უსულგულობის გამო, არყევდა მის რწმენას საკუთარი ძალებისა და მიზნებისადმი. ესა თუ ციმციმებს. ის კი ყველაფერს ითმენდა, მეტიც მოსწონდა კიდეც, მასთან ერთად ფიქრობდა, ორჭოფობდა, შემდეგ კი გრძნობდა უმწეობას იმის გამო, რომ არ იცოდა როგორ მისდგომოდა ამ გოგოს სინანულს იმ წუთების გამო, რომელსაც მასთან ვერ ატარებდა და შიშს ისე არ დაეკარგა, რომ ვერც კი მოეპოვებინა ის მოთმინებისთვის საშას დედამ ის ვერცხლის ბეჭდით დააჯილდოვა. ბოლოს როცა მიხვდა, რომ მის გარეშე აღარ შეეძლო გაძლება, გოგონამ დათმო. 1 წლის თავზე კი საშა დაიბადა. ასე გამოვიდა, რომ უკვე ვეღარც ორ სიცოცხლეს უგულებელყოფდა და აღარც თავად ჰქონდა სიკვდილის უფლება. როცა სულ რაღაც 25-ოდე წლის ხარ და სამყაროს ხილული ნაწილის ყველაზე ძლიერ ჯარს მეთაურობ, ძნელია თავი დააღწიოს შეგრძნებას. რომ შენს ბრძანებებს შეუძლია დედამიწასაც კი შეაწყვეტინოს ბრუნვა. ადამიანებისთვის სიცოცხლის წასართმევა დიდი ძალაუფლება არაა საჭირო, მაგრამ მკვდრების გაცოცხლება არავის ხელეწიფება. ამაში პირადად დარწმუნდა. ცოლი ტუბერკულოზმა მოუკლა და ის უძლური იყო, რომ გადაერჩინა. მას შემდეგ მასში რაღაც დაიმსხვრა. დედა რომ გარდაეცვალა, საშა 4 წლის იყო, მაგრამ ის კარგად ახსოვდა საშინელი სიცარიელე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ დარჩა. უძირო უფსკრულივით გადაიხსნა სიკვდილის სიახლოვე წუდიათში, სადაც გოგონა ხშირად იყურებოდა. უფსკრულის კიდეები ძალიან ნელა იყურებოდა. გოგონამ 2 თუ 3 წლის განმავლობაში ეძახდა დედას სიზმარში. მამა კი ზოგჯერ ახლაც უხმობდა. იქნებ ჰომეროსი საქმეს საჭირო კუთხიდან არ იწყებდა, რა კი მისი წიგნის გმირი გამოჩენას თვითონ არ აპირებდა, იქნებ აჯობებდა მისი მომავალი შეყვარებულით დაეწყო, იქნებ მისი სილამაზითა და სიხალისით გამოეტყუებინა ის, ჯერ ფრთხილად უნდა ამოეწერა შტრიხები და მერე ალბათ თვითონაც გამოვიდოდა არარსებობიდან მასთან შესახვედრად. მათი სიყვარული რომ სრულყოფილი ყოფილიყო, გმირი ვალდებული იყო შეყვარებული გოგონათი შეეცვლო თავისი არსებობა. ანუ პოემაში გმირი უკვე მომზადებული და დასრულებული უნდა გამოჩენილიყო. თავიანთი შეხედულებებით ისინი ზუსტად ერთმანეთის შესაბამისები უნდა ყოფილიყვნენ. ნოვოსლობოდსკაიას დამსხრეული ვიტრაჟის ნატეხები ოდესღაც ხომ ერთმთლიანობას წარმოადგენდა. ამიტომ განწირული უნდა ყოფილიყვნენ კვლავ შესაერთებლად. ჰომეროსი უხერხულს ვერაფერს ხედავდა იმაში, რომ ეს წარმატებული ქარგა ძველი კლასიკოსებისათვის მოეპარა, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა მარტივი. მელნითა და ფურცლით გოგონას გამოძერწვა მეტისმეტად რთულად ესახებოდა. გრძნობებზე დამაჯერებლად საუბარი კი შეუძლებლად მიაჩნდა. მისი და ელენას ურთიერთობა ბებრული გრძნობით იყო სავსე. საკმაოდ გვიან შეხვდნენ ერთმანეთს საიმისოდ, რომ ერთმანეთის წარსულის გარეშე ყვარებოდათ. ამასაკში წყვილები ხომ ნების დაცხრობაზე კი არა, მარტოობის შევსებაზე ფიქრობენ. ნიკოლაი ივანოვიჩის ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული რამდენიმე 10 წლეულის წინ ზემოთ დაიმარხა და მისი ყველა დეტალი გარდა ერთისა დაჭკნა. ასე რომ ის ვეღარ შეძლებდა რომანი ძველი გრძნობების მოშველიებით დაეწერა, თანაც იმ ურთიერთობაში არაფერი იყო გმირული. იმ დღეს როცა მოსკოვის ბირთვულმა წვიმამ გადაუარა, მას მემანქანეობა შესთავაზეს. თან გაორმაგებულ ხელფასსა და დაწინაურების წინ რამდენიმე დღიან დასვენებასაც შეჰპირდნენ. ჰომეროსმა მაშინვე ცოლს დაურეკა და ახალი ამბავი ახარა. ქალი დაპირდა შარლოტკას გამოვაცხობოდა, ბავშვებთან ერთად შამპანური საყიდლად გავიდა. ცვლის დასრულებამდე რამდენიმე საათი ღარ რჩებოდა. ნიკოლაი ივანოვიჩი მატარებლის კაბინაში შევიდა, რომლის კაპიტანიც უნდა გამხდარიყო. ბედნიერი იმ გვირაბის დასაწყისში იდგა, რომელიც მისი წარმოდგენით საოცარ ბრწყინვალე მომავალში მიდიოდა. ნახევარ-საათში კი მივიდა ბოლო გაჩერებაზე 20 წლით დაბერებული, განადგურებული, ღატაკი და მარტოხელა.
სასწაულებრივად შემონახული მატარებლის დანახვისას შეიძლება ამიტომაც მოუნდა მემანქანის ადგილი დაეკავებინა. მასპინძელივით გადაესვა ხელი სამართავი პანელისათვის და საქარე მინიდან ტიუბინგების ქსელისათვის გაეხედა. წარმოედგინა, რომ ჯერ კიდევ შეძლებდა შემადგენლობის ადგილიდან დაძვრას, ჯერ კიდევ შეძლებდა უკან დაბრუნებას. ბრიგადირი თავის გარშემო ქმნიდა განსაკუთრებულ ველს, რომელიც საფრთხეს არიდებდა თავიდან. ამის შესახებ სავარაუდოდ იცოდა კიდეც ნაგორნაიასკენ მიმავალი გზა 1 საათზე ნაკლებ დროში გაიარეს. ხაზზე არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა. ჰომეროსი ყოველთვის გრძნობდა, რომ სევასტოპოლსკაიას მზვერავები და ვაჭრები, ისევე როგორც სხვა ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გვირაბში შესვლას ბედავდნენ, მეტროსთვის ისე უცხონი იყვნენ, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრილი მიკრობები. საკმარისი იყო სადგურს გასცდენოდნენ, ჰაერი მაშინვე ხურდებოდა. რეალობას ბზარი უჩნდებოდა და თითქოს არსაიდან ჩნდებოდა წარმოუდგენელი არსება, რომელსაც მეტრო ადამიანის წინააღმდეგ გეშავდა. ჰანტერი გამონაკლისი იყო. ის არ იყო უცხო სხეული და არ იწვევდა ლევიათანის აღშფოთებას. ზოგჯერ ფანარს აქრობდა და თვითონაც ყოვლის მომცველი წვდიადის ნაწილი ხდებოდა. ამ დროს თითქოს უხილავმა ნაკადებმა აიტაცესო, ორჯერ უფრო სწრაფად მიიწევდა წინ. ჰომეროსი ძალღონეს არ იშურებდა როგორმე დასწეოდა ბრიგადირს. დრო და დრო ეძახდა კიდეც ჰანტერს. ისიც თითქოს თანამგზავრი ახლაღა გაახსენდა, უსიტყვოდ ჩერდებოდა და მორჩილად ელოდებოდა. უკანა გზაზე მეტრომ ნებადართო ნაგორნაიასკი მშვიდად გაევლოთ. ნისლი გაფანტულიყო, სადგურს ეძინა. ახლა ის მთლიანად ჩანდა და გაუგებარს ხდიდა, სად უნდა დაემალა ის გიგანტური არსებები. ჩვეულებრივი მიტოვებული პატარა სადგური იყო. ნესტიან ჭერზე მარილის წანაზარდები, პლატფორმაზე კი მტვრის რბილი საფარველი გაშლილიყო. შებოლილი კედლებზე ნახშირით მიეწერათ უწმაწური სიტყვები. იატაკზე ჩანდა ვიღაცის ავადმყოფური ცეკვის უცნაური კვალი. სვეტებზე მიმხმარი წითელი ლაქები, ჭერში კი დამსხვრეული პლაფონები. თითქოს ვიღაც ეხეთქებოდა მათ. მალე ნაგორნაია უკან მოიტოვეს. სანამ ფეხდაფეხ მიყვებოდა ბრიგადირს, მოხუცას თითქოს მაგიური ველი ხდიდა ხელშეუხებელს. მართალია სალაპარაკოდ ჰაერი არ ყოფნიდა, მაგრამ არც ჰქონდა აზრი. დარწმუნებული იყო ჰანტერი პასუხისათვის თავს არ შეიწუხებდა. ამ უსასრულოდ გრძელ დღეს ჰომეროსი უკვე მეასედ მაინც ეკითხებოდა თავის თავს, რატომ მისდევდა ასე უსიტყვოდ ჰანტერს, რომელიც გამუდმებით ცდილობდა მის დავიწყებას. მალე ნახიმოვსკის გამზირიდან ისეთი მყრალი სუნი იგრძნო, ლამის დაიხრჩო. ამ სადგურს ჰომეროსი სირბილით გაივლიდა, სიფთხილესაც კი დაივიწყებდა, მაგრამ ბრიგადირმა თვითონ შეანელა სვლა. თავზე აირწინა ჩამოცმული მოხუცი ძლივს იკავებდა თავს. ჰანტერი კი პირიქით ამ საშინელ ჰაერს მთელი მონდომებით იყნოსავდა. თითქოს გაუსაძლეს სიმყრალეში ცალკეული სუნის ამოცნობას ცდილობსო. ამჯერად ლეშიჭამიები მოკრძალებით დაიშალნენ და მიიმალნენ. გზადაგზა პირიდან ხორცის ნაფლეთები უცვიოდათ. ჰანტერი ზუსტად შუა დარბაზში მძორის გროვაზე შედგა. კოჭებამდე ჩაეფლო გახრწნილ სხეულებში და სადგური ყურადღებით მოათვალიერა. შემდეგ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და გზა განაგრძო. მაინც ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა. ჰომეროსმა კი იპოვა. ფეხი გაუცურდა და 4-ზე დაცემისას ახალგაზრდა ლეშიჭამია დააფრთხო, რომელიც სველ ბრონირებულ ჟილეტს აცლიდა ნაწლავებს. უცებ ჰომეროსმა სევასტოპოლსკაიელის სამხედრო ჩაფხუტი შეამჩნია და ძვლები გაქექა იმის იმედად, რომ სამხედრო ჟეტონსაც მიაგნებდა, მაგრამ ის ნაცვლად პატარა სისხლში ამოსვლილი ბლოკნოტი შეამჩნია. ბლოკნოტი რატომღაც პირდაპირ ბოლო გვერდზე გადაიშალა და ჰომეროსმა ამოიკითხა. არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ შტურმით. მამამ ტირნს ბავშვობაშივე გადააჩვია, მაგრამ ახლა ბედს სხვაგვარად ვერ უპასუხებდა. ცრემლები თავისი ჩამოსდიოდა სახეზე, მკერდიდან ჩუმი ქვითინი ამოსდიოდა. პირველსავე წუთს მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ რამდენიმე საათის მერეც ვერ აიძულა თავი. ბედს შეჰგუებოდა. ეძახდა კის დასახმარებლად, იქნებ სიკვდილის წინ რამე მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა. ვერ იხსენებდა მომენტს, როცა ასე ღრმად წავიდა სიზმრებში, არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ ახლა ნამდვილად გაიღვიძა. იქნებ არსებობდა სამყარო, სადაც მამამისი არ მომკვდარა, სადაც საშას არ მოუკლავს თავისი სისუსტით, ეგოიზმით და დავიწყებით. გოგონას ხელში
ხელში ეჭირა მამის ცივი, მაგრამ ჯერ ისევ რბილი ხელი. თითქოს ცდილობდა გაეთმო ის და ჩურჩულებდა. შენ იპოვი მანქანას, ჩვენ ავალთ ზემოთ, ჩავსხდებით მასში და წავალთ. შენ ისევ გაიცინებ, როგორც იმ დღეს, როცა დისკებიანი რადიომიმღები მოიტანე. თავიდან მამას სვეტზე მიყრდნობილი და მკერდზე ნიკაბ მიბჯენილი იჯდა. თითქოს ზინავსო, მაგრამ მერე სხეულმა ნელ-ნელა შედედებული სისხლის გუბეში ჩამოცურება დაიწყო. თითქოს მასაც მობეზრდა თავის ცოცხლად მოჩვენება და საშას მოტყუება. ნაოჭებით დაღარული სახის კანი თითქმის გადაეტკიცა. საშამ ხელი უშვა, სწორად დააწვინა და ზედ დახვეული გადასაფარებელი გადააფარა. სხვანაირად ვერ დამარხავდა. გოგონას უნდოდა, რომ ზემოთ აეყვანა და იქ დაეწვინა. რათა ოდესმე როცა ჰაერი გაიწმინდებოდა, მამას ცისთვის ეყურებიდა, მაგრამ იქ მუდმივად მშიერი მხეცების ლუკმად იქცეოდა. მათ სადგურზე კი მის ცხედარს ხელს არავინ ახლებს. სამხრეთის მკვდარი გვირაბები და მხოლოდ მფრინავი ტარაკნები თუ მოფრინავენ. ჩრდილოეთით გადასარბენი წყდება. დაჟანგული და ნახევრად ჩამოგრეული მეტროს მიწისზედა და გადასასვლელი ერთადერთია, რომელზეც გზა გადის და რომლის მიღმაც არიან ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ცნობის მოყარეობის გამო ხიდზე გადმოსვლა აზრად არავის მოუვა. ყველა მიცის, რომ ხიდის აქეთ სიცარიელია, რომლის ბოლოშიც პატარა სადგურია, სადაც ორი განწირული ადამიანი ცხოვრობს. მამა არ მისცემდა აქ მარტო დარჩენის უფლებას, თანაც საშამ მშვენივრად იცოდა, რომ როგორ შორსაც უნდა გაქცეულიყო, როგორც უნდა ეცადა თავი დაეღწია საპატიმროსთვის, ვეღარასოდეს შეძლებდა ამ სადგურისგან სრულად გათავისუფლებას. მამა მაპატიე გთხოვ, ამოისულუკუნა გოგონამ, თუმცა იცოდა, რომ ვერასოდეს მიიღებდა პატიებას. მამას თითიდან ვერცხლის ბეჭედი მოხსნა და კომბინიზონის ჯიბეში ჩაიდო. ვირთხის გალია აიღო და ჩრდილოეთისკენ წავიდა. მტრიან გრანიტზე სისხლის კვალს ტოვებდა. როდესაც ლიანდაგზე ჩავიდა და გადასარბენს დაადგა, სამარხად ქცეულ ცარიელ სადგურზე უცნაური რამ მოხდა. მოპირდაპირე გვირაბის ხახიდან ცეცხლის ალი გამოვარდა და მაშინვე უკან დაიხია. ბნელ გვირაბში შევარდა, ისე რომ მამის ცხედრამდე ვერ მიაღწია. უხალისოდ აღიარა საშას მამის უფლება. უხალისოდ აღიარა საშას მამის უფლება. მშვიდად განესვენა. უხალისოდ აღიარა საშას მამის უფლება, მშვიდად განესვენა. ბრუნდებიან, ისინი უკან ბრუნდებიან. ისტიმონმა ტელეფონის ყურუმილი ყურიდან მოიშორა და გაოცებით დააშტერდა. ვინ ისინი? დენის მიხაილოვიჩის კამიდან წამოხვდა, ჩაი გადაისხა, რომელიც მის შარვას უხერხურ ლაქად დააჩნდა. ერთი შეიგინა და კითხვა გაიმეორა. ვინ ისინი? მექანიკურად კითხა ისტომინმა აპარატს. ბრიგადირი და ჰომეროსი. დაიშრიალა ყურუმილმა. აჰმედი მოკლეს. ვლადიმერ ივანოვიჩმა გამელოტებული თავი ცხვირსახოცით შეიმშრალა. მერე კითხვაზე აფარებული შავი სახვევის ქვეშ საფეთქელი მოიწმინდა. მებრძოლის დაღუპვის შეტყობინება ოჯახისთვის მის მოვალეობაში შედიოდა. კომუტატორის გადართვას აღარ დაელოდა. კარიდან გაიხედა და ადიუტანტი იხმო. ორივე ჩემთან და უთხარ, რომ სუფრა გაშალონ. მერე ოთახში გამოიარა. რატომღაც კედელზე დაკიდებული სურათები შეასწორა. რუკასთან რაღაც დაიჩურჩულა და გულ ხელ დაკრეფილსა და გაღიმებულ მიხაილოვიჩს მიუბრუნდა. ვალოდ, პაემაზე მიმავალი გოგოსავით გამოიყურები. შენს არანაკლებ ღელავ, შეუღრინა სადგურის უფროსმა და დასვენებულ შარვალზე ანიშნა. მე რა მაქვს სანერვიულო, ყველაფერი მზად მაქვს. ორი დამრტყმელი რაზმი მყავს. მობილიზაციისთვის ერთი დღეღამია საჭირო. დენის მიხაილოვიჩმა ნაზად გადაუსვა ხელი მაგიდაზე დადებულ ცისფერ ბერეტს. წამოდგა, ბერეტი თავზე ჩამოიფხატა და გაიჯგიმა. მისაღებში ვიღაცები დარბორდნენ ჭურჭლის წყარუნით. შიკრიკმა კარის ღრიჭოდან ალკოჰოლის დაორთქლილი ბოთლი დაანახა ისტომის. მან კი ხელის აქნევი თავიდან მოიშორა, ახლა ამის დრო არ იყო. ბოლოს ნაცნობი ყრუ ხმაც გაიგონა. კარი ფართოდ გაიღო და ფართო ბეჭიანი ფიგურა გამოჩნდა. მოხუცი მისაღებში შედგა. მოგესალმებით, ისტომინი თავის ავარძელში დაჯდა. მერე ადგა და ისევ დაჯდა. რა ხდება იქ? პირდაპირ საქმეზე გადავიდა პოლკოვნიკი. ბრიგადირმა მძიმედ გადახედა ჯერ ერთს, მერე მეორეს და სადგურის უფროსს მიუბრუნდა. ტულსკაია მომთაბარეებს აქვთ დაკავებული, ყველა ამოხოცეს. ჩვენებიც? ხშირი წარბები აზიდა დენის მიხაილოვიჩმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კი, ჩვენ სადგურის ჭიშკრამდე მივედით. შეტაკებისას მათ ჰერმეტული ჭიშკარი დაუშვეს. ჰერმეტული ჭიშკარით დაკეტეს?
ისტომინი წამოხდა და რომ არ წაქცეულიყო, თითებით მაგიდის კიდეს მოეჭიდა და ახლა რა უნდა ვქნათ? შტურმით უნდა ავიღოთ. ერთხმად თქვეს ბრიგადირმა და პოლკოვნიკმა. შტურმით უნდა ავიღოთ. შტურმით აღება არ შეიძლება, მოულოდნელად გაისმა ჰომეროსის ხმა მისაღებიდან. უბრალოდ დათქმულ დროს უნდა დალოდებოდა. დრეზინა ღამის ნესტიანი სიბნელიდან მალე უნდა გამოჩენილიყო. ფლატეზე, საიდანაც მიწის სიღრმეში გადახსნილ ვენად გამოჩანდა გვირაბი. გატარებული ყოველი ზედმეტი წუთი სიცოცხლის ერთ დღეს ართმევდა. მაგრამ ლოდინი ერთადერთი გამოსავალი იყო. უსასრულოდ გრძელი ხიდის მეორე მხარეს დალუქული ჰერმეტული ჭიშკარი შიგნიდან კვირაში ერთხელ ბაზრის დღეს იღებოდა. დღეს საშას გასაყიდი არაფერი ჰქონდა. ყიდვით კი იმაზე მეტი უნდა ეყიდა, ვიდრე ოდესმე. ახლა უკვე სულ ერთი იყო ფასის ცოცხალთა სამყაროში დაბრუნების სანაცვლოდ. სამარისებული სიცივე და სრული გულგრილობა მკვდარი მამისგან გადაედო. რამდენჯერ უოცნებია სხვა სადგურზე გადასვლაზე, სადაც ხალხთან ერთად იცხოვრებდა და მეგობარს გაიჩენდა, ვინმე განსაკუთრებულ შეხვდებოდა. მამას ხშირად ახალგაზრდობის დროინდელ ამბებს ამბობინებდა, არა იმიტომ, რომ თავის ნათელ ბავშვობაში დაბრუნება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ჩუმად დედის ადგილას წარმოიდგენდა თავს. მამის ადგილას კი უცნობ ახალგაზრდას აყენებდა. ნერვიულობდა, რომ მეტროში გაუჭირდებოდა ხალხთან საერთო ენის გამონახვა. რაზე უნდა ელაპარაკა მათთან? დრეზინის ლოდინში გოგონა მიხვდა, რომ ყველა დანარჩენი ფეხებზე ეკიდა, კაცებიც, ქალებიც. ადამიანებთან დაბრუნების აზრი კი მამის ღალატად მიაჩნდა. უყმანდო დასთან ხდებოდა მთელი ცხოვრების ამ სადგურზე გატარებას, თუ კი ამით მამის სიცოცხლეს იხსნიდა. მინის ქილაში სანთლის ცეცხლი აგონიურად ათრთოლდა და გოგონამ ცეცხლი ახალ ფითილს გადაუკიდა. ზემოთ ერთ-ერთი ასვლისას მამამ მთელი ყუთი სანთელი მოიტანა და მას მერე ფართო კომბინეზონის ჯიბეში რამდენიმე ცალი ყოველთვის ეგდო. გოგონამ წარმოიდგინა, რომ მათი სხეულები ამ სანთლებივითაა და მამის სიცოცხლის ჩაქრობის შემდეგ მცირე ნაწილი მასში გადმოიღვენთა. დაინახავენ კი დრეზინიდან მის სიგნალს ამ ნისლში. მამა აქამდე გარეთ ზედმეტად წუთის გატარებასაც კი უკრძალავდა, თუმცა კაცის უსაშველოდ გაზრდილი ჩიყვი თავად იყო საკმარისი გაფრთხილება. ფლატეზე საშა თავს ისევე გრძნობდა, როგორც დატყვევებული მღრღნელი ნერვიულად იყურებოდა და იშვიათად თუ გადახედავდა ხიდიდან შავ მდინარეს. დრო ძალიან ბევრი ჰქონდა. მობუზულმა და აკანკალებულმა შემოდგომის ცივ ქარში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ხმელი ხეების მიღმა წყუდიათში მრავალსართულიანი სახლების ჩონჩხები აისვეტა. ზეთომან ბლანტ მდინარეში მძიმედ მოცურავდა რაღაც ძალიან დიდი. შორს თითქმის ადამიანურ ხმაზე კვნესოდნენ უჩინარი ურჩხულები. და უცებ კვნესას საცოდავი, ნაღვლიანი წრიპინი შეუერთდა. საშა წამოხდა და ფანარი მაღლა ასწია. მისკენ დანჯღრეული ძველი დრეზინა მოგორავდა და მძიმე ნისლს სუსტი ფანრის შუქით ძლივს მოარღვევდა. გოგონა შეხვდა. ეს ის დრეზინა არ იყო, რომელიც ჩვეულებრივ აკითხავდა ხოლმე. უჩვეულოდ მძიმედ მოაპობდა ნისლს. დრეზინა საშასგან 10 ნაბიჯში გაჩერდა და ღორღზე მძიმედ გადმოხდა ბრეზენტში შეფუთული სუქანი და მაღალი კაცი. აერწინაღის მინებზე ეშმაკისეული ცეცხლი ირეკლებოდა. ხელში ძველი სამხედრო ხისკონდახიანი კალაშნიკოვი ეჭირა. აქედან წასვლა მინდა. ნიკაპი მაღლა აწია და დაუყვირა საშამ. წასვლა ეკოსავით გაიმეორა ბრეზენტში გახვეულმა საფრთხობელამ, რომელიც გაოცებისგან თუ დამცინავად წელავდა ხმოვნებს. გასაყიდი გაქვს რამე? აღარაფერი დამრჩა. გოგონა თვალს არ აცილებდა რკინით გარშემორტყმულ თვალის ბუდეებს. ნებისმიერს აქვს რაღაც განსაკუთრებით ქალს. მებორნე აღრუტუნდა. მე კი გაახსენდა, მამა შენს მიატოვებ? მე აღარაფერი დამრჩა. გაიმეორა საშამ და თავი დახარა. ჩაძაღლდა ბოლოს და ბოლოს. სიტყვები უცნაურად გაწელა ნიღაბმა. ხოდა ძალიანაც კარგი. საშას კომბინეზონს ავტომატის ლულა გამოსდო და თან წაიყვანა. არ გაბედო. ხრინწიანი ხმით იყურა საშამ და უკან გამოიქცა. სანთლიანი ქილა რელსზე დაეცა. ნამსხვრევებად იქცა და სიბნელემ წამში ჩაყლაპა ალი. აქედან უკან არ ბრუნდებიან გოგონი. საფრთხობელა გულგრილად შესცქეროდა ჩამქრალი მკვდარი შუშებით. შენი სხეულით ერთი მიმართულების ფასსაც ვერ გადაიხდი. ჩათვალე რომ მამა შენის ვალს ისტუმრებ. ავტომატი ამოატრიალა და კონდახი საფეთქელში ჩაარტყა. ნახიმოვსკი შემდეგ ჰანტერი ჰომეროს გვერდიდან აღარც იცილებდა.
ამიტომ მოხუც საშუალება არ მიეცა, რომ ბლოკნოტი გულდასმით შეესწავლა. ბრიგადირი უცებ აქტიური და გულისხმიერი გახდა. ცდილობდა არათუ უკან არ ჩამოეტოვებინა მოხუცი, არამედ მასთან ფეხშეწყობილს ევლო. ორჯერ შეჩერდა, ვითომ ამოწმებდა, ვინმე ხომ არ მიყვებოდათ უკან. მისი პროჟექტორის შუქი სანამ უკან მიანათებდა, ჰომეროს გადაურბენდა ხოლმე სახეზე და მოხუცი თავს ისე გრძნობდა, როგორც საწამებელ კამერაში. ჰომეროსი ილანძღებოდა და თვალებს ახამხამებდა, გრძნობდა, როგორ ათვალიერებდა ბრიგადირი. თითქოს იმას ეძებდა, რაც მან ნახიმოვსკიზე აიღო. სისულელე. შეუძლებელი იყო ჰანტერს დაენახა, იმ დროს ის ძალიან შორს იყო მისგან. სავარაუდოდ ჰომეროს ხასიათის ცვლილებაში ამჩნია და ეჭვი აიღო. ყოველთვის როცა მათი მზერა ერთმანეთს ხვდებოდა, მოხუც სოფლი ასხამდა. ის მცირედი რისი ამოკითხვაც ბლოკნოტში მოასწრო, მისთვის სრულიად საკმარისი იყო, რომ ბრიგადირში ეჭვი შეეტანა. დღიური სისხლით შეწებებული გვერდებისთვის ჰომეროს ხელი არ უხლია. შეეშინა აკანკალებული თითებით არ დაეხია. პირველ გვერდებზე გაურკვევლად ეწერა მის ავტორს ასოების სწორად გამოყვანაც კი უჭირდა, ხოლო აზრები ისე მიაჭენებდნენ, რომ მათი დაწევა შეუძლებელი იყო. ნაგორნაია დანაკარგის გარეშე გავიარეთ. იუწყებოდა ბლოკნოტი და მაშინვე სხვაგან ხდებოდა. ტულსკაიაზე ქაოსია. მეტროში გასასვლელი არ არის. ჰანზამ დაბლოკა. უკან არ შეიძლება. ჰომეროსმა გვერდი გადაშალა თუ არა შეამჩნია, რომ ბრიგადირი ყორღანიდან ჩამოსულიყო და მისკენ მოემართებოდა. მოხუცი მიხვდა, რომ დღიური მისთვის არ უნდა ჩაეგდო ხელში და დაფაცურდა. მაგრამ სანამ ზუგჩანთაში ჩატენიდა, მოასწრო წაეკითხა. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. სადგური გავათავისუფლეთ, კომენდანტი დავნიშნეთ. ვინ ჩაძაღლდება შემდეგი? კითხვის ნიშნის ზემოთ ჩარჩოში თარიღი იყო ჩასმული. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკნოტის გამომშრალი ფურცლები და ჩანაწერები თითქმის 10 წლისას გავდა, ჩარჩოში ჩასმული ციფრების მიხედვით ჩანაწერი რამდენიმე დღის წინანდელი უნდა ყოფილიყო. მოხუცის გაზარმაცებულმა სიმკვირცხლე მოკლებულმა ტვინმა დანაწევრებული მოზაიკა მაინც გაეერთიანა. საიდუმლო მოგზაური ნაგორნაიაზე მიტოვებული საცოდავი უსახლკარო, თითქოს ნაცნობი ხმა ჰერმეტულ ჭიშკართან. სიტყვები შინ დაბრუნება არ შეიძლება. მის წინ ერთიან სურათად იკვრებოდა. იქნებ მიწებებულ გვერდებზე გაკეთებულ ნაჯღაბნებს მოეფინა ნათელი უცნაური მოვლენებისთვის. რა თქმა უნდა, ბანდიტები არაფერ შუაში იყო. ტულსკაიაზე ბევრად უფრო რთული და საიდუმლო რამ ხდებოდა და ჰანტერმა, რომელიც 15 წუთის განმავლობაში ჰკითხავდა გუშაგებს, ჰომეროსზე უკეთ იცოდა ეს. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა მისთვის ბლოკნოტის ჩვენება. სწორედ ამიტომ გაბედა ჰომეროსმა ისტომინის კაბინეტში მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არ შეიძლება, გაიმეორა ისევ. ჰანტერი ნელა შეტრიალდა მისკენ. ისტომინი სავარძლიანად გაიწია უკან და შეეცადა მაგიდიდან გამომძვრალიყო. პოლკოვნიკი დაღლილი სახით დაიმანჭა. ჰერმეტული ჭიშკრის აფეთქება არ შეიძლება. მის გარშემო გრუნტის წყლებია და წამში დატპორავს ხაზს. ისედაც მთელი ტულსკაია ლოცულობს, რომ არ ამოხეთქოს. პარალელური გვირაბი თქვენც კარგად იცით, უკვე 10 წელია რაც განაგრძობდა ჰომეროსი. რა ვქნათ, ვაკაკუნოთ და ველოდოთ როდის გააღებენ? შეაწყვეტინა დენის მიხაილოვიჩმა. ყოველთვის არსებობს შემოვლითი გზა. შეეკამათა ისტომინი. მოულოდნელობისაგან პოლკოვნიკს ხველა უტყდა. შემდეგ გაბრაზებულმა ბრალი დასდო სადგურის უფროს, რომ მისი საუკეთესო მებრძოლების დასამარება უნდოდა. ტულსკაია უნდა გაიწმინდოს. იყვირა უცებ ბრიგადირმა. საჭიროა ყველას გადადგურება, ვინც კი სადგურზე იმყოფება. იქ არც ერთი თქვენიანი აღარაა დარჩენილი. თუ კიდევ უფრო დიდი დანაკარგი არ გინდათ, ეს ერთადერთი გამოსავალია. ვიცი რასაც ვამბობს, მაქვს ინფორმაცია. ბოლო სიტყვები აშკარად ჰომეროს მიემართებოდა. მოხუცმა თავი უსუსურკუნუტად იგრძნო, რომელსაც ქეჩოში ჩაავლეს ხელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთვის გვირაბი გადაკეტილია, ისტომინმა კიტელი გაიხადა. ერთადერთი გზა გვრჩება ტულსკაიაზე მოსახვედრად, ჰანზა, მაგრამ იქ შეიარაღებული ხალხის შეყვანას ვერ შევძლებთ. ეს გამორიცხულია. მე ვიპოვი ხალხს, თქვა ჰანტერმა. პოლკოვნიკს გააჟრჟოლა. ჰანზაზე მოსახვედრად ორი გადასარბენია გასავლელი. კახოვსკაიას ხაზიდან კაშირსკაიამდე. სადგურის უფროსი მრავლის თქმელად გაჩუმდა. და რა? ბრიგადირმა ხელები გულზე დაიკრიფა. ის რომ კაშირსკაიას გადასარბენზე ძალიან მაღალი რადიაციული ფონია, აუხსნა პოლკოვნიკმა. მასთან ახლოს ქობინის ფრაგმენტი ჩამოვარდა. არაფეთქებულა, მაგრამ დასხივებისგან ყოველი მეორე კვდება დღემდე. დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.
ჰომეროსმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ დაძაბულობით და შემოჩნევლად გასულიყო ისტომინის კაბინეტიდან. იმის შიშით, რომ ბრიგადირი მაინც არ დაიშლიდა ჰერმეტული ჭიშკრის სასაფეთქებლად წასვლას, ვლადიმერ ივანოვიჩმა საბოლოოდ აღიარა. მხოლოდ 2 დამცავი სკაფანდრი გვაქვს. შეგვიძლია ყველაზე ძლიერი მებრძოლი წაიყვანო ნებისმიერი. ჩვენ დაგელოდებით. მან დენის მიხაილოვიჩს გადახედა. სხვა რა დაგვრჩენია? წამოდი ბიჭებთან, ამოიოხრა პოლკოვნიკმა. დაველაპარაკოთ, მეწყვილე აარჩიე. არ არის საჭირო, თავი გააქნია ჰანტერმა. ჰომეროს წავიყვან. გადასასვლელი. დრეზინა გვირაბის კედლებსა და იატაკზე მკვეთრი ყვითელი საღებავით გავლებულ ზოლს გასცდა. მესაჭეს აღარ შეეძლო თავის მოკატუნება. თითქოს არ ესმოდა დოზიმეტრის საგანში გაშოვდა აჩქარებული წიკწიკი. მუხრუჭ ხელი ჩაავლო და მობუდიშები ჩაიბურტყუნა. ამხანაგო პოლკოვნიკო, ამის იქით დამცავის გარეშე არ შეიძლება. მიდი რა კიდევ 100 მეტრი, რბილას თხოვა დენის მიხაილოვიჩმა და ერთი კვირით მორიგეობი და გაგათავისუფლებ, როგორც დაზარალებულს. ჩვენთვის 2 წუთის გზაა. ამათ კი ამ ხელას სკაფანდრებით 9 საათს უნდა იარონ. ბოლო ზღვარს მიაღწია ამხანაგო პოლკოვნიკო. აწუწუნდა მესაჭე, მაგრამ სვლის შენელება ვერ გაბედა. გააჩერე უბრძანა ჰანტერმა. ჩვენით გავაგრძელებთ გზას. მართლაც ძალიან მაღალი რადიაციული ფონი იწყება. სამუხრუჭე ხუნდები აჭრიალდა. ჩამოკიდებული ფანარი შექანდა და დრეზინა გაჩერდა. მის კიდეზე მჯდარი ბრიგადირი და მოხუცი ლიანდაგებზე ჩახტდნენ. მძიმე ტყვიანარევი დამცავი კოსტუმები მართლაც ნამდვილ სკაფანდრებს გავდა. ეს წარმოუდგენლად ძვირი და იშვიათი კოსტუმები მთელ მეტროში 20-ოდე რომ მოიძებნებოდა, სევასტოპოლსკაიაზე თითქმის არასდროს გამოეყენებინათ. ეს კოსტუმები ადამიანს უმაღლესი გამოსხივებისგან იცავდა, მაგრამ სიარულსაც საკმაოდ ართულებდა, ყოველ შემთხვევაში ჰომეროსისთვის. დენის მიხაილოვიჩმა დრეზინა უკან მოიტოვა და კიდევ რამდენიმე მეტრი მათთან ერთად ფეხით გაიარა. თან ჰანტერს გაუგებარ ფრაზებს ესროდა, რომ ჰომეროსი ვერაფერს მიმხვდარიყო. სადა იყო ან ფუტფუტით ეკითხებოდა ბრიგადირს. მომცემენ, ვერ საწავლენ. ჰანტერი ზედაც არ უყურებდა გვერდით მიმავალს. კარგა ხანია აღარავინ გელოდება. მათთვის მკვდარი ხარ, გესმის? მკვდარი. ჰანტერი წამით შედგა და ისე ხმადაბლად ჩაილაპარაკა, თითქოს მეთაურს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ყველაფერი ეგრე მარტივად რომ იყოს. ორდენის დეზერტირობა სიკვდილზე საშიშია, წამოიყვირა დენის მიხაილოვიჩმა. ბრიგადირმა მეთაურს სამხედრო სალამი მისცა იმის ნიშნად, რომ მასთან საუბარი დაასრულა. დენის მიხაილოვიჩი მორჩილად გადგა განზე. ბრიგადირმა და მოხუცმა კი ნელა შეცურეს წვდიადის ზღვაში. პოლკოვნიკმა საფეთქელიდან ხელი მოიშორა და მესაჭეს ნიშანი მისცა, დრეზინა დაეკოქა. თავს უფუნქციოდ გრძნობდა. ახლა ვეღარავის წაუყენებდა ულტიმატუმს. აღარავინ იყო ვის წინააღმდეგაც იბრძოლებდა. ამ ზღვაში ჩაკარგული ერთი კუნძულის საბრძოლო მეთაურს იმის იმედიღად უნდა ჰქონოდა, რომ ეს პატარა ექსპედიცია გადარჩებოდა და ოდესმე უკან დაბრუნდებოდა. ოღონდ მეორე მხრიდან იმის დასტურად, რომ დედამიწა მრგვალია. ბოლო ბლოკპოსტი კახოვსკაიას შემდგომ გადასარბენზე მდებარეობდა და თითქმის უკაცრიელი იყო. მოხუც რაც თავი ახსოვდა სევასტოპოლსკაიას აღმოსავლეთიდან, თავს არასოდეს დასხმიან. ბეტონის უსასრულო ნაწლავს ყვითელი ხაზი ორ პირობით ნაწილად კი არ ყოფდა, არამედ თითქოს კოსმოსური ლიფტით აკავშირებდა ერთმანეთისგან ასეული მზის წელიწადით დაშორებულ ორ პლანეტას. მის მიღმა არსებული მიწიერი სამყარო შეუმჩნევლად იცვლებოდა მთვარის მკვდარი ლანდშაფტით და მათი ნებისმიერი მსგავსება მოჩვენებითი იყო. ჰომეროსი ფუთიანი ფეხსაცმლით დამძიმებულ ფეხს დიდი ყურადღებით ადგამდა. ყურს უგდებდა და ფილტრებში გამომწყვილ დაძაბულ სუნთქვას და თავი ნამდვილ კოსმონავტად წარმოედგინა, რომელიც შორეული ვარსკვლავის თანამგზავრზე დაეშვა. ამ ბავშვური სეანსით უფრო მარტივად ეგუებოდა სკაფანდრის სიმძიმეს, რომელიც მაღალი გრავიტაციით შეიძლებოდა ახსნილიყო და აიმედებდა ფიქრი, რომ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ისინი ერთადერთი ცოცხალი არსებები იქნებოდნენ. მოხუცის აზრით, მეცნიერები და ფანტასტები ვერ წინასწარმეტყველებდნენ ადამიანის მომავალს ისე, როგორც საჭიროა. 2034 წლისთვის ადამიანი კარგა ხნის გამხდარი უნდა ყოფილიყო. 2034 წლისთვის ადამიანი კარგა ხნის გამხდარი უნდა ყოფილიყო ნახევარი გალაქტიკის თუ არა, მზის სისტემების
ზის სისტემის მბრძანებელი მაინც, რასაც ჰომეროს ჯერ კიდევ ბავშვობაში პირდებოდნენ, მაგრამ ფანტასტებსაც და მეცნიერებსაც სჯეროდათ, რომ კაცობრიობა რაციონალურია და თანმიმდევრული. მათი წარმოდგენით ის რამდენიმე მილიარდი ზარმაცი, ქარაფშუთა, ფანტაზიური ადამიანის ნაკრები კი არა, ჯგუფური გონითა და ერთიანი ნებით დაჯილდოებული ერთგვარი სკა იყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ კოსმოსის ათვისებით თითქოს სერიოზულად დაინტერესებული კაცობრიობა ჯერ ელექტრონიკაზე, ელექტრონიკიდან ბიოტექნოლოგიებზე გადაერთვებოდა. შუა გზაზე კი მასაც მიატოვებდა ისე, რომ ვერაფერში მიაღწევდა შთამბეჭდავ შედეგს, გარდა ბირთვული ფიზიკისა. და აი ახლა უფრთო კოსმონავტმა, რომელიც თავისი უშველებელი სკაფანდრის გარშე უსიცოცხლოა, უცხოა თავის პლანეტაზე და მხოლოდ კახოვსკაიადან კაშირსკაიამდე გადასარბენის კვლევა დაპყრობა შეუძლია, სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს, ვარსკვლავები მეტროდან მაინც არ ჩანს. გადასასვლელი არის ესე იგი აი აქ. კახოვსკაიადან კაშირსკაიამდე. კახოვსკაიადან კაშირსკაიამდე გადასასვლელზე გადადიან. უცნაური იყო მისი სხეული, აქ ყვითელი ხაზის მიღმა კვნესოდა სიმძიმის ქვეშ, სული კი სიმსუბუქეს გრძნობდა. ტულსკაიასკენ ლაშქრობამდე ერთი დღეღამით ადრე ელენასთან დამშვიდობებისას მას ჯერ კიდევ ჰქონდა უკან დაბრუნების იმედი, მაგრამ როდესაც ჰანტერმა მეორედ აირჩია მეწყვილედ, მოხუცი ორ რამეს მიხვდა. პირველი მისი სული იმდენ ხანს ითხოვდა განსაცდელს გონება კი განათებას, რომ ახლა ზურგშექცევა მისი მხრიდან სისულელე და უღრისი საქციელი იქნებოდა და მეორე ცხოვრების მთავარი საქმე არ შეიძლება სანახევროდ აკეთო. ბედთან თამაში არ შეიძლება, მას ვერ შეჰპირდები, რომ ყველაფერს სრულად მოგვიანებით შემდეგ ჯერზე მისცემ. მეორე შანსი შეიძლება აღარც მოგეცეს. არ ღირს სიცოცხლე დაასრულო, როგორც უცნობმა ნიკოლაი ივანოვიჩმა, ქალაქელმა გიჟმა, დორბლიანმა მოხუცმა, მეზღაპრემ სახეზე უაზრო ღიმილით, მაგრამ იმისათვის, რომ ჰომეროსის კარიკატურიდან ნამდვილ ჰომეროსად ქცეულიყო, მითების მოყვარულიდან მათ შემოქმედად ფერფლიდან, რომ სახეცვლილი აღმდგარიყო, საჭირო იყო ჯერ დამწვარი და დაფერფლილიყო. თუ იორჭოფებდა სახლისა და ცოლის მონატრების გამო უკან ყურებას არ შეწყვეტ და აუცილებლად გამორჩებოდა რაღაც ძალიან საინტერესო, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ახალი ლაშქრობიდან უვნებლად დაბრუნება გაუჭირდებოდა. ალბათ საერთოდ დაბრუნება გაუჭირდებოდა, ამიტომ როგორც უნდა შესწოდებოდა ელენა, მას აღარაფერს არ უნდა დაჰპირებოდა. ცოლმა თავიდან არც კი დაიჯერა, რომ ქმარი ერთ დღეში დაბრუნდა ცოცხალი და უნებელი. მერე კი იტირა, როცა ისევ სადღაც აცილებდა, რადგან ვერაფრით მოახერხა მისი გადარწმუნება. ჰომეროსი გულში იკრავდა ელენას და მის ზურგს უკან საათ შეხურებდა. უნდა წასულიყო, თუმცა იცოდა, რომ 10 წლიან თანაცხოვრებას ასე ადვილად ვერ მოიკვეთდა და დროდადრო აუცილებლად შეახსენებდა თავს. ჰომეროს ვერ წარმოედგინა, რომ აღარ ექნებოდა უკან მიხედვის სურვილი, მაგრამ მსხვილ ყვითელ ხაზს გადააბიჯა თუ არა, თითქოს მართლა მოკვდა. მისი სული გაფრინდა და უკან მოიტოვა მძიმე, უშნო და მოუქნელი გარსი. ის გათავისუფლდა. ჩანდა ჰანტერს დამცავი კოსტუმი ოდნავადაც არ ამძიმებდა. ფართობ ტანსაცმელმა დაკუნთული სხეული უფორმო მასად უქცია, მაგრამ სიმკვირცხლე არ წაურთმევია. გვერდით მიყვებოდა მოხუცს, რომელსაც სუნთქვა უჭირდა. ნაგატინსკაიაზე და ნაგორნაიასა და ტულსკაიაზე ნანახის შემდეგ ადვილი არ იყო დასთანხმებოდა ჰანტერთან ერთად მოგზაურობას, მაგრამ ჰომეროსმა მოგზაურობის გამართლების ხერხი იპოვა. სწორედ ბრიგადირის თანხლებით დაიწყო მეტამორფოზა, რომელსაც დიდხანს ელოდა. ამიტომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ჰანტერის არჩევანის საბაბს. თავარი იყო მოხუცს ეს მდგომარეობა არ გაეშვა ხელიდან და მოესწრო ყველაფრის გააზრება და ჩაწერა. იყო კიდევ რაღაც, როცა ჰანტერმა დაასახელა ჰომეროს მოეჩვენა, რომ ბრიგადირსაც ნამდვილად სჭირდებოდა ის და აირჩია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვირაბებში გზა ეჩვენებინა ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა, არამედ კიდევ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ჰანტერის გარეგნული სიცივე და სიმშვიდე ვეღარ ატყუებდა მოხუცს. მისი პარალიზებული სახის მიღმა მაგმად უხდა, რომელიც ზოგჯერ კვამლად ამოხეთქავდა ხოლმე კრატერებად დარჩენილი ღია თვალებიდან. ის სულაც არ იყო მშვიდი და ცივი, ისიც რაღაცას ეძებდა. ჰანტერი თითქოს გამოდგებოდა კიდეც მომავალი წიგნის ეპიკურ გმირად. ჰომეროსმა
მცირეოდენი ორჭოფების მერე მიიღო ის, მაგრამ მოხუცს ბევრი რამ აშინებდა. ჰანტერის გარეგნობა მისი მიდრეკილება მკვლელობისაკენ, ფრაზებსა და ჟესტებში სიძუნწე. ჰანტერი იმ მკვლელს გავდა მინიშნებებით, რომ აღიზიანებს გამომძიებელს, რადგან აწყობს, რომ ამხილონ. მოხუცმა არ იცოდა ხედავდა თუ არა ჰანტერი მასში მოძღვარს, ბიოგრაფს ან დონორს, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს უცნაური შეთანხმება ორმხრივ იყო და ჟაბნიდა შიშს. ჰომეროს არ ტოვებდა განცდა, რომ ჰანტერს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, მაგრამ რატომღაც მუდმივად სამომავლოდ დებდა. ზოგჯერ ისე შეტრიალდებოდა ხოლმე მოხუცისაკენ, თითქოს რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ბრიგადირს სულ უფრო ხშირად უშტერდებოდა მზერა ზურგჩანთაზე, რომლის ძირზეც ავბედითი დღიური იდო. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ჩანაწერის გარჩევა, მაგრამ თითქოს გრძნობდა, რომ ზურგჩანთაში დამალული იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. მუდმივად თვალყურს ადევნებდა მას და სულ უფრო ახლოს მიიწევდა მისკენ. მოხუცი ცდილობდა აღარ ეფიქრა დღიურზე, მაგრამ ამაოდ სამზადისისთვის დრო არ ჰქონდათ. ჰომეროსმა სულ რამდენიმე წუთით შეძლო დღიურთან განმარტოება და ეს დრო არ იყო სისხლით შეწებებული ფურცლების ერთმანეთისგან დასაშორებლად, მაგრამ მაინც მოასწრო თვალი გადაევლო სხვა გვერდებისთვის, სადაც ნაჩქარევად გაეკეთებინათ ჩანაწერები. სიტყვათა თანმიმდევრობა დარღვეული იყო, თითქოს დამწერი იგი ჟღაბნიდა ასოებს ფურცელზე, სადაც მოუხვდებოდა. აზრის გასაგებად მოხუცს სიტყვები ჯერ მწყობში უნდა ჩაეყენებინა. კავშირი არ არის. ტელეფონი დუმს. შეიძლება დივერსიაა, რომელიმე გაძევებული შურს იძიებს ჩვენამდე. გამოუვალი მდგომარეობაა. დახმარება არსაიდან. სევასტოპოლსკაიას რომ ვთხოვოთ, ყველა ჩვენიან სასიკვდილო განაჩენს გამოვუტანთ. უნდა მოვითმინოთ. რამდენი? არ გვიშვებენ, ჭკუიდან შეიშალნენ. მე თუ არა, სხვა ვინ? გაქცევა. ზუსტად ბოლო სიტყვების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტულსკაიას შტურმით აღება არ შეიძლება, სისხლიანი თითით გაურკვევლად მიეჯღავნათ ხელმოწერა. ეს სახელი არათუ გაეგონა ჰომეროს ადრე, არამედ თვითონაც არაერთხელ წარმოეთქვა. დღიური ქარავნის მეკავშირეს ეკუთვნოდა, რომელიც ტულსკაიაზე ერთი კვირის წინ გაუშვეს. ჰანტერმა და ჰომეროსმა ელექტროდებო გაიარეს, რომელსაც აუცილებლად გაძარცვავდნენ, რომ არა ძალიან მაღალი რადიაციული ფონი. შავი გადამწვარი ტოტი, რომელიც დებოში შედიოდა, რატომღაც არმატურის ნაჩქარევა და უხეშად შედუღებული ნაჭრებით გამოიყოფოდა დებოსგან. მავთულებით დამაგრებული თუნუქის ფირფიტაზე თავის ქალა იყო გამოსახული და წითელი საღებავით გამაფრთხილებელი წარწერის კვალი ემჩნეოდა, ან დროის მიერ წაშლილი, ან ვიღაცის მიერ გადაფხეკილი. ამ გისოსებ დადებულ ჭას თვალი ძლივს მოწყვიტა ჰომეროსმა და გაიფიქრა, რომ ეს ხაზი ყოველთვის ასეთი უსიცოცხლო ვერ იქნებოდა, როგორც სევასტოპოლსკაიაზე ფიქრობდნენ. გაიარეს ვარშავსკაია, დაჟანგულ დაობებული სადგური, რომელიც წყლიდან ამოყვანილი დამხრჩვალს გავდა. კაფელით მოპირკეთებულ კედელზე მუქი წყალი ჟონავდა. ჰერმეტულ ჭიშკარში ცივი ქარი უბერავდა. თითქოს გიგანტური არსება დიდი ხნის წინ დამპალ სადგურს ზემოდან ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. ჰომეროსისა და ჰანტერის დოზიმეტრები ისტერიკულად კიოდა იმის ნიშნად, რომ ყველა სულიერ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ადგილი. კაშირსკაიას სიახლოვეს ერთი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მეორეზე კი ციფრები მაქსიმუმს უჩვენებდა. ჰომეროსმა პირში მწარე გემო იგრძნო. ეპიცენტრი სად არის? ბრიგადირის ხმა ცუდად ისმოდა. ჰომეროსი შეჩერდა, სული მოითქვა და ხელი სამხრეთ აღმოსავლეთისკენ გაიშვირა. კანტემიროვსკაიაზე ან ჭერი ჩამოინგრა, ან სავენტილაციო შახტა დაზუსტებით არავინ იცის. კაშირსკაიდან კარტემიროვსკაია დინარი კატისთან. მაშ კანტემიროვსკაია მიტოვებულია? ყოველთვის ასე იყო. კოლომენსკაიადან მოყოლებული მთელი ხაზი ცარიელია. მე კი მითხრეს, რომ უცებ ჰანტერი გაჩუმდა და ჰომეროსაც ანიშნა გაჩუმებულიყო. ბოლოს და ბოლოს ისევ ამოიღო ხმა. ცნობილია რა ხდება კაშირსკაიაზე? საიდან? ირონიულად იკითხა მოხუცმა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლო შესაბამისი ინტონაციის მიგება ერთწინაღის ფილტრის გუგუნში. მე გეტყვი, იქ სადგურზე იმხელა რადიაციული ფონია,
რომ ორივენი წუთში დავნახშირდებით, ვერავინ გვიშველის. ასე რომ იქ წასვლა არ შეიძლება, უკან ვბრუნდებით. უკან სევასტოპოლსკაიაზე? კი, ვეცდები ზემოდან ჩავახციო. ჩაფიქრებული ჰანტერი უკვე მარშრუტს ადგენდა. მარტო აპირებ? გაფაცისებით კითხა ჰომეროსმა. საკუთარი ტყავის გადარჩენაზე მომიწევს ზრუნვა, ამიტომ ვერ შევძლებ მუდმივად შენს გადარჩენას. ორნი მაინც ვერ გავალთ, თუმცა არც იმის გარანტია მაქვს, რომ მე გავალ. შენ არ გესმის, მე მჭირდება შენთან ერთად წამოსვლა. მე უნდა ჰომეროსი გაშმაგებული ეძებოდა საბაბს ჩასაჭიც. გინდა აზრიანად მოკვდე? გულგრილად დაასრულა მის ნაცვლად ბრიგადირმა. ჰომეროსმა იცოდა, რომ აირწნახის ფილტრები სინამდვილეში ფილტრავენ ნებისმიერ ნაერთს, შიგნით უშვებენ მხოლოდ უგემურ სტერილულ ჰაერს, ხოლო გარეთ მექანიკურ და უსულო ხმებს. მოხუცმა წუთით თვალები დახუჭა და შეეცადა გაეხსენებინა, რა იცოდა რადიაციის მიერ განადგურებული ზამოსკარეცკაიას ხაზის ქვედა ბოლოზე, კახოვსკაიას მოკლე ხაზზე, სევასტოპოლსკაიადან სერპუხოვსკაიასკენ მიმავალ გზაზე. ოღონდ უკან არ დაბრუნებულიყო, არ დაბრუნდებოდა თავის მოსაწყენ და არ დაბრუნებოდა თავის მოსაწყენ ცხოვრებას, დიდი რომანით ცრუ ფეხმძიმობას და უკვდავ ლეგენდებს. მომყევი უცებ ამოიხრიალა მან და უჩვეულო სიმკვირცხლით წავიდა აღმოსავლეთისაკენ, ყველაზე ცხელი კაშირსკაიასკენ. გოგონას ესიზმრებოდა, როგორ უსვამდა ქლიბს ფოლადის ხერბორკილს, რომელთაც კედელზე მიება. თქლიბი წრიპინებდა და როგორც კი შეწყვეტდა მუშაობას, ფოლადი მის თვალწინ ისევ მთელდებოდა. საშა იმედს არ კარგავდა, ისევ იღებდა ინსტრუმენტს და გადატყვევებული ხელებით აგრძელებდა დაუმორჩილებელი მეტალის რიტმულად ქლიბვას. თავარი იყო, არ ამოვარდნილიყო ამ რიტმიდან, არ დამნებებულიყო, ერთი წამითაც არ შეეჩერებინა მუშაობა. ბორკილებ დადებული მაჯები დაუსივდა და დაუბუჟდა. გულისიღრმეში იცოდა, რომ რკინის დამარცხების შემთხვევაშიც კი ვეღარ შეძლებდა გაქცევას, რადგან ფეხებს ვეღარ დაიმორჩილებდა. ბოლოს გონს მოვიდა, ძლივს შეარხია ქუთუთოები. ბორკილები დასიზმრებია, მართლაც დატყვევებული იყო. ის ძველი დრეზინის ბინძურ ძარაზე იწვა, რომელიც მონოტონურად ირწეოდა და მტანჯველად ნელა მიიწევდა წინ. პირში გაცხიმული ტილო ჰქონდა ჩაჩრილი, საფეთქლიდან სისხლის დიოდა. რატომ არ მომკლა? გაიფიქრა საშამ. ძარადან ჭერის მხოლოდ ნაწილი მოჩანდა. ფანჯრის მკრთალ შუქზე ერთმანეთზე გადაბმული ტიუბინგები ელავდა. დრეზინა გადასარბენზე მიგორავდა. სანამ საშა ცდილობდა ბორკილებიანი ხელები უკნიდან წინ გადმოეტანა, ამასობაში ტიუბინგები გადაქერცლილი თეთრი საღებავით შეიცვალა. საშამ ყურადღება მოიკრიბა, რომელი სადგური შეიძლებოდა ყოფილიყო. უბრალოდ სიწყნარე კი არა, სამარისებური სიჩუმე იდგა. უკაცრიელი კი არა, უსიცოცხლო გარემო და სრული წყდიადი გამეფებულიყო. რატომღაც სულ ეგონა, რომ ხიდის იქით ყველა სადგურზე ჟივილხივილი ისმოდა. გამოდის ცდებოდა, თავზემოთ ჭერი გაჩერდა. მისი გამტაცებელი ხნეშითა და ლანძღვაგინებით ავიდა პლატფორმაზე. ნალებიანი ჩექმების ჭრიალით გაიარ გამოიარა, თითქოს მიდამოს სწავლობსო. შემდეგ ალბათ აირწნაღი მოიხსნა, რადგან თავისი ხმით მხიარულად იღრიალა. აი სადავართ, რამდენი წელი გავიდა. კმაყოფილმა ამოისუნთქა და ფეხი მძიმედ დაარტყა. არა, წაჰკრა რაღაც უსულოს, დიდ სავსე-ტომარას. საშა მიხვდა, რაც ხდებოდა და რომ არ აღრიალებულიყო, კბილებით ჩააფრინდა აყრულებული ტილოს და მთელი სხეულით მოირკალა. მიხვდა, სადაც მოიყვანა მსუქანმა და ვისაც ელაპარაკებოდა ასე. სასაცილო იყო იმაზე ფიქრიც კი, რომ ჰანტერს გაუსწრებდა. ბრიგადირი რამდენიმე ნახტომით დაეწია მოხუცს. მხარში ჩააფრინდა და მთელი ძალით შეანჯღრია. გაგიჯდი? კიდევ ცოტა უნდა გავიაროთ. ამოიხრიალა ჰომეროსმა. გამახსენდა, აქ კარშირსკაიამდე ზამოსკოვერსკაიას უკან პატარა გასასვლელია, რომლითაც პირდაპირ გვირაბში გავალთ. შემოვუვლით და კოლომენსკაიაზე აღმოჩნდებით. სადგურზე ასვლა არ დაგჭირდება, შორს არ უნდა იყოს. გთხოვ. მოხუცმა დროი ხელთა და ეცადა ხელიდან გასყდომოდა, მაგრამ შარვლის ფართო ტოტებში გაიხლართა და რელსებზე დაეცა. მაშინვე წამოდგა და ისევ წინ გადაქანდა. ჰანტერი ისე იჭერდა მოხუცს, როგორც თოკით ვირთხას. მერე სწრაფად თავისკენ შემოატრიალა და ისე დაიხარა მისგან, რომ მათი აირწინაღის ილუმინატორები გათანაბრდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი ხელი უშვა და უთხრა: კარგი,
ახლა უკვე ბრიგადირი მიათრევდა მას, არც ერთი წუთით არ ჩერდებოდა. ყურებში მოწოლილი სისხლის გუგუნი მრიცხველების წიკ-წიკს ახშობდა, ფეხები თითქმის აღარ ემორჩილებოდა. დაძაბულობისგან ფილტვები და დასკვდომაზე ჰქონდათ და საშინელს ტკიოდათ. კიდევ გასცდნენ ვიწრო გასასვლელს. ძლივს გაძვრდნენ მასში და კიდევ რამდენიმე წუთს ირბინეს, სანამ სხვა გვირაბში არ გავიდნენ. სწრაფად მიმოიხედეს გარშემო და ბრიგადირი მოხუცს მიუბრუნდა. სად მომიყვანე? ოდესმე მაინც ყოფილ ხარ აქ? გასაძრომიდან 30 მეტრში ზუსტად იქ საითაც უნდა წასულიყვნენ გვირაბში იატაკიდან ჭერამდე ქსელის მაგვარი რაღაც გაჭიმულიყო. აკოშინებულ ჰომეროს ლაპარაკის თავი აღარ ქონა, მხოლოდ თავი გააქნია. სრული სიმართლე იყო ის, აქ ადრე არასოდეს ყოფილა. ჰანტერმა ავტომატი მარცხენა ხელში გადაიტანა, ზურგჩანთიდან გრძელი მართკუთხა დანა ამოიღო, რომელიც რაღაცით მექსიკურ მაჩეტეს წააგავდა და თეთრი წებოვანი ნაყში გაჭრა. ბადეში გახლართული მფრინავი ტარაკანების გამხმარი ჩონჩხები გარშემო მიმოიფანტა. ბრიგადირმა ნახევრად გამჭვირვალე ბადე გასწია და ფანრით შიქშიანათა. მეორე მხარესაც გვირაბი ჩანდა, რომლის გაწმენდასაც რამდენიმე საათი დასჭირდებოდა. სანამდეც კი შუქი აღწევდა, ჩანდა, რომ წებოვანი ფარდა მთლიანად ავსებდა ლიანდაგებს შორის გადასასვლელს. ბრიგადირმა დოზიმეტრის ჩვენება შეამოწმა და კედლებს შორის გაჭიმული ბადის გააფთრებით დანაკუწებას შეუდგა. ქსელი ნელა ირღვეოდა, თუმცა ძალიან დიდ დროს აკარგვინებდა მათ. 10 წუთში სულ რაღაც 30 მეტრის გავლა შეძლეს. სიღრმეში ძაფები სულ უფრო მჭიდროდ იხლართებოდა და გასასვლელს წებოვანი საცობით ქოლავდა. ბოლოს დახურულ სავენტილაციო შახტასთან, სადაც საშინელი ორთავიანი ჩონჩხი ეგდო, ბრიგადირმა ცული იატაკზე დააგდო. არსება, რომელმაც ეს ბადე მოგსოვა, თუნდაც დიდი ხნის მკვდარი ყოფილიყო და არასოდეს მოსულიყო მათ შესაჭმელად. ქსელში ტარაკანებივით გაბმულები დასხივებისგან მაინც მალე დაიღუპებოდნენ. იმ რამდენიმე წუთში სანამ ჰანტერი გამოსავალს ეძებდა, მოხუცს კიდევ რაღაც გაახსენდა, რაც ამ გვირაბის შესახებ ოდესღაც გაეგონა. ცალმუხლზე დაეშვა სათადარიგო მჭიდიდან რამდენიმე ტყვი ამოიღო, თხელპირიანი დანის დახმარებით გახსნა და დენთი ხელის გულზე გადმოიფრქვია. ჰანტერი უსიტყვოდ მიუხვდა ჩანაფიქრს. რამდენიმე წუთის შემდეგ გადასასვლელის დასაწყისში დაბრუნდნენ. ქსელს რუხი მარცვლები მიმოაბნიეს და სანთებელა მოუკიდეს. დენთი აშიშხინდა, აბოლდა და უცებ წარმოუდგენელი სისწრაფით ალად მოედო ყველა მხარეს. კედლებს აუყვა, მაღალჭერს მისწვდა, გვირაბის მთელი სივრცე დაიპყრო. ქსელი გამოწვა და ღრმად შევარდა გვირაბში. აგიზგზებული აპრიალებული წრე გაჭვარტულ ტიუბინგებს ანათებდა და შეუჩერებლად მიიწევდა კოლომენსკაიასკენ. მერე პირველსავე მოსახლეში შევარდა და ალისფერი ნათებაც თან გაიყოლა. რამდენიმე წუთიც და უკვე ძალიან შორიდან გამოიჭრა არაადამიანური, განწირული კივილი ჩახლეჩილი შიშინით. ამ სანახაობით დაჰიპნოზებულ ჰომეროს გაუჭირდებოდა იმის მტკიცება, ხმა მართლა გაიგონა თუ მოეჩვენა. ჰანტერმა დანა თავის ზურგჩანთაში შეინახა და იქიდან აერწინაღეს 2 გაუხსნელი ქილა ამოიღო. უკანა გზისთვის ვინახავდი. ერთით თავისი ფილტრი შეცვალა, მეორე კი მოხუცს მიაწოდა. ხანძრის გამო ძალიან დაბინძურდა ჰაერი. მოხუცმა თავი დაუქნია. ზემოთ ავარდნილმა ალმა ქსელზე წლობით ნაგროვები რადიოაქტიური ნაწილაკები აურია. შავი გვირაბი ახლა უკვე სასიკვდილო მოლეკულებით იყო სავსე. მათთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იყო, თუმცა მათ მაინც ჯიუტად გასწიეს წინ. ხედავდეს ახლა მამა შენი, დამცინავად დატუქსა მსუქანმა. საშა ზუსტად მამის სხედრის წინ იჯდა, რომელიც პირქვე ეგდო სისხლის გუბეში. კომბინეზონის ორივე ბრეტელი უკვე ჩამოგდებული ჰქონდა. მხრიდან და მრავალჯერ გარეცხილი მხიარული ცხოველის გამოსახულებიანი მაისური მოუჩანდა. გამტაცებელი მას თავის სახეს არ უჩვენებდა. როგორც კი გოგონა თავის აწევას დააპირებდა, მაშინვე ფანარის ძლიერ შუქს ანათებდა თვალებში. ბინძური ნაჭერი გამოუღო პირიდან, მაგრამ რისთვის? საშა მაინც არაფრის თხოვნას არ აპირებდა. სამწუხაროდ დედას არ გავხარ, მე კი იმედი მქონდა. გამტაცებელს რეზინის მაღალყელიანი
ბოტფორტი სისხლში ამოსროდა. საშას მისი ხმა ახლა უკნიდან ესმოდა. მამა შენი ალბათ ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ზოგიერთ დანაშაულს ხაზგასმულობის ვადა არ აქვს, მაგალითად ცილის წამებას, ღალატს. მისი მსუქანი სხეული წყვდიადის მეორე მხრიდან გამოვიდა. საშას მამის ხედართან შეჩერდა, მერე ფეხი მიჰკრა და მიაფურთხა. სამწუხაროა, რომ ჩემი დახმარების გარეშე მოკვდა. სუქანმა ფანარი მოატარა სევდიან უსახურ სადგურს, რომელიც გამოუსადეგარი ნივთებით იყო გამოტენილი და უბორბლებო ველოსიპედზე შეაჩერა. მყუდროდ მოწყობილ ხართ. ალბათ შენ რომ არა, მამა შენი თავს ჩამოიხრჩობდა. სანამ ფანარი სხვა მხარეს ანათებდა, საშამ გვერდზე გაცოცებას სცადა, მაგრამ წამის შემდეგ სხივმა ისევ გამოიყვანა ის სიბნელიდან. მისიც მესმის. ერთი ნაბიჯით საშას გვერდით გაჩნდა გამტაცებელი. გოგონამ მშვენიერი გამოვიდა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ დედას არ გავს. ფიქრობ თავადაც წუხდა ამის გამო, თუმცა არა უშავს. ტყუილად ხომ არ გამოუვლია მთელი მეტრო აქამდე მოსასვლელად. და ბორტფორტის ცხვირით საშა გვერდზე გადააგორა. საშა მოიკუნტა და თავი გაიქნია. ხედავ ცხოვრება რა მოულოდნელობითაა სავსე პეწია. მიუბრუნდა ის საშას მამას. იყო დრო, როცა შენს მეტოქეებს ტრიბუნალს გადასცემდი, მაგრამ მადლობა, რომ არ ხოცავდი. ცხოვრება ხანგრძლივია, გარემოებები კი ცვალებადი. თანაც ყოველთვის შენ სასიკეთოდ არა. მე დავბრუნდი, თუნდაც იმაზე 10 წლით მეტი დამჭირდა, ვიდრე მეგონა. დაბრუნება არასოდესაა შემთხვევითი. საშამ ჩურჩულით გაიმეორა მამის სიტყვები. ოქროს სიტყვებია, დამცინავად შეაფასა მსუქანმა და უცებ გაერინდა. ეი, ვინ არის მანდ? პლატფორმის მოპირდაპირე მხარეს რაღაც გაშრიალდა და მძიმედ დაეცა. მე კი თითქოს აშიშინდა. ხმა დიდი ცხოველის ფრთხილი ნაბიჯებისას გავდა. საშა ისევე როგორც მისი გამტაცებელი გრძნობდა, გვირაბიდან რაღაც უახლოვდებოდათ. მსუქანმა საკეტი გააჩხაკუნა. გოგონას გვერდი ცალმუხზე დაიჩოქა. კონდახი მხარზე მიიბჯინა და მოცახცახე შუქი სვეტებს მოატარა. იმის მოსმენა თუ როგორ ცოცხლდებოდა 10 წლების განმავლობაში დაცარიელებული სამხრეთის გადასარბენი უფრო საშინელი იყო, ვიდრე რომელიმე ცენტრალურ სადგურზე მარმარილოს ქანდაკების გაცოცხლება. ფანრის შუქზე გადღაბნილმა ჩრდილმა გაიელვა. ადამიანისას ნამდვილად არ გავდა, არც ხეულის მოყვანილობით, არც სიმკვირცხლით. წამის მერე იმავე ადგილას მისი კვალიც კი არსად ჩანდა. კიდევ წუთი და პანიკურად მოცახცახე შუქმა მათგან სულ რაღაც 20 მეტრში კვლავ გამოაჩინა იგივე ცხოველი. დათვი? ეჭვით წარმოთქვა მსუქანმა და სასხლეც გამოჰკრა. ტყუიების სვეტებს მოხვდა და ჩამოფშნა ისინი. ხეცამდე კი ვერც ერთმა ტყუიამ ვერ მიაღწია. მსუქანმა ავტომატი გააგდო ხელიდან და მუცელზე იტაცა ხელები. მისი ფანარი გვერდზე გადაგორდა. კონუსისებური შუქი კი იატაკს დაეცა და პირქვედ დამხობილი პატრონი ქვემოდან გაანათა. სიბნელიდან მოულოდნელად ადამიანი გამოვიდა. მძიმე ფეხსაცმლით უცნაურად რბილად მოაბიჯებდა. ზედმეტად ფართო დამცამ კოსტუმში მართლაც რომ დაცვს გავდა. აერწინაღი არ ეკეთა, შრამებით დაღარული გადაპარსული თავი გადამწვარ უდავნოს მიუგავდა. მისი სახის მამაკაცური უხეში და მკვეთრი მოხაზულობის ნაწილი ლამაზი იყო. მაგრამ მკვდარს გავდა და მის დანახვაზე საშა ცახცახმა აიტანა. სახის მეორე მხარე ნამდვილად საზარელი ჰქონდა. შრამების რთული ხლართი მას ზღაპრულ ურჩხულად აქცევდა, რომ არა თვალები, მისი გარეგნობა უფრო საძაგელი იქნებოდა ვიდრე საშიში. ცოცხალი ნახევრად შეშლილი მზერა აცოცხლებდა მის უძრავ სახეს. მსუქანმა ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ მაშინვე ძირს დაეცა. გახვრეტილი მუხლების ტკივილისაგან აღრიალებული კაცი მის გვერდით ჩაცუცქდა. გრძელი მაყუჩიანი იარაღი კეფაზე მიადო და სასხლეც გამოჰკრა. ღრიალე იმ წამსვე შეწყდა, მაგრამ ექო უხორცო არსებასავით კიდევ რამდენიმე წამს დაეხეტებოდა სადგურის თაღებში. გამტაცებელი გოგონასაკენ სახით ეგდო, მაგრამ სახის ადგილას წითელი ლაქაღა ჰქონდა. საშამ თავი მხრებში ჩარგო და ატირდა. საშინელმა კაცმა იარაღი მასაც დაუმიზდა. მერე მიმოიხედა და გადაიფიქრა. პისტოლეტი წელზე მიმაგრებულ ბუდეში ჩაიდო და უკან დაიხია. ბრტყელი მათარა გახსნა და მოიყუდა.
პატარა სცენაზე, რომელსაც მკვდარი მსუქანის ფანარი მკრთალად ანათებდა, ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა. დაღლილობისგან აკოშინებული მოხუცი, რომელსაც მკვლელისნაირი კოსტუმი ეცვა, ოღონდ მკვლელისგან განსხვავებით სასაცილოდ გამოიყურებოდა. ძალა გამოცვლილი მოხუცი მაშინვე იატაკზე დაეშვა და სისხლით მოსრული სადგური, ორი დამახინჯებული გვამი და მათ შორის მომწყვდეული შეშინებული გოგონა მხოლოდ კარგა ხნის მერე შეამჩნია, როცა სული მოითქვა და თვალები გაახილა. ძლივს დამშვიდებულმა გულმა ისევ გამალებით დაუწყო ძგერა. ჰომეროს ჯერ არ შეეძლო სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ დანამდვილებით იცოდა, მან ის იპოვა. მომავალი გმირის წარმოდგენის უშედეგო მცდელობაში გათენებული უამრავი ღამის შემდეგ, როცა ცდილობდა მისი ტუჩები და ხელის მტევნები ჩაცმულობა და არომატი, მოძრაობა და ფიქრები გამოეგონებინა, ის უცებ შეხვდა ცოცხალ ადამიანს, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა მის სურვილს. სინამდვილეში სულ სხვანაირი წარმოედგინა. უფრო დახვეწილი, ნარნარი და ქალური. ეს გოგონა კი ბევრად უფრო უხეში იყო, კუთხოვანი ნაკვთებით, ნაზი და სევდიანი თვალების ნაცვლად ყინულის ორი ნატეხით. დიახ, გოგონა სხვანაირი იყო, მაგრამ ჰომეროსმა უკვე იცოდა, ეს იყო ნამდვილი. თვითონ კი შეცდა, ვერ შეძლო სწორად წარმოედგინა გმირის სახე. მოხუცი გოგონას დაფეთებულმა მზერამ, შიშისაგან შეშლილმა სახემ და შეკრულმა ხელებმა დააინტერესა. მისი დაუცველობა, განწირულობა, სასწაულებრივი გადარჩენა და ის თუ მისი ცხოვრება როგორ გადაიხლართა მათ ისტორიაში, ჰომეროს არ წმუნებდა, რომ სწორ გზაზე იდგა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ჯერ ხმაც არ ამოეღო, მოხუცი მზად იყო დაეჯერებინა მისთვის. მიუხედავად გაწეწილი უცნაურად აკორტნილი თეთრი თმითა და წვეტიანი ყურებით, ჭვარტლიანი ღაწვებითა და წარმოუდგენლად თეთრი ამოყრილი ლავიწის ძვლებით, ბავშვურად გაბუსხული, მოკვნეტილი ქვედატუჩით, გოგონა განსაკუთრებულად ლამაზი იყო. ჰომეროსის ცნობისმოყვარეობას სიბრალული შეერია. გოგონას მიუახლოვდა და გვერდით მიუცუცქდა. გოგონა მოიკუნტა და თვალები დახუჭა. ველური, გაიფიქრა ჰომეროსმა და მხარზე ხელი დაადო. არ იცოდა რა ეთქვა. წასვლის დროა, თქვა უცებ ჰანტერმა. და ამას რა უყოთ? ჰომეროსმა გოგონაზე ანიშნა. ეგ ჩვენი საქმე არაა. აქ ხომ ვერ დავტოვებთ? ხო, მოკლა უფრო მარტივი გამოსავალია. მოკლედ მოუჭრა ბრიგადირმა. არ მინდა თქვენთან ერთად წამოსვლა, თქვა უცებ გოგონამ. მხოლოდ ბორკილები მომხსნენით. გასაღები მას უნდა ჰქონდეს. მსუქან გვამზე მიუთითა. ჰანტერმა სამ მოძრაობაში გაჩხრიკა მკვდარი. გულის ჯიბიდან თუნუქის გასაღები ამოიღო. გოგონას გადაუგდო და მოხუცს გადახედა. მორჩა? იმის იმედად, რომ დროს მოიგებდა, ჰომეროსმა გოგონას კითხა. რა გიქნა ამ არა ადამიანმა? არაფერი. გოგონა საკეთს უჩხიკინებდა. ვერ მოასწრო, არა ადამიანი არაა, ჩვეულებრივი ადამიანია, სასტიკი, სულელი და ღვარძლიანი, როგორც ყველა. ყველა ერთნაირი არ არის, შეეკამათა მოხუცი, თუმცა არც ისე დამაჯერებლად. ერთნაირია, ჯიუტა თქვა გოგონამ და დასივებული ფეხების გამო გაჭირვებით წამოდგა. ეგ არაფერი. ადამიანად დარჩენაც არა ადვილი. უცებ დავიწყებოდა თავისი შიში. მამაკაცებს გამომწვევად უბღვერდა. მერე მამის ხედარს მიუახლოვდა, ფრთხილად გადმოატრიალა, ზურგზე დააწვინა. დამტვრეული ხელები გულზე დაუკრიფა და შუბლზე აკოცა. ბოლოს ჰანტერს მიუბრუნდა. თვალები მოჭუტა და ტუჩის კუთხით ძლივს გასაგონად ჩაიბურტყუნა. მადლობა. ნივთები და იარაღი არ აუღია. ლიანდაგზე ჩახტა და გვირაბისაკენ კოჭლობით წავიდა. ბრიგადირმა ბღვერით გააცილა. უცებ მხრებში გაიშალა და დაუყვირა. მოიცადე.